მოიხსენებ თუ ესენი შეხვდნენ ერთმანეთს ჯგუფურ ეტაპზე და იქ გაიმარჯვა საბა ფურცელაძემ. იწურება პირველი წუთი ანგარიში გახლავთ 0-0 ბოლო წამებში თითქოს კი გააქტიურდა ორივე და შედარებით უფრო უტევენ ერთმანეთს, თუმცა ჯერ შეხვედრის სურათი მაინც უცვლელი არის. დგომში ზონის ცენტრში ტრიალებენ, აწვევიან ერთმანეთს, ბოჯიკაობა. და აქტიურად იგჯებიან კი. აქ ახლა სიმსივე თითქოს გარეთ გაყვანაზე აწვებოდა გასაყვანად. სწორედ სიმსივე ფურცელაძე მიიჩნიეს ახლა საჯებმა აქტიურად, შესაბამისად ერთი ქულა მიიღო. მან და სიმსივე ჩოგჯენში ჩააყენეს. უტევს ახლა ჩოგჯენიდან ფურცელაძე, შეკრა ხელები, ამზადებს ამოკრას მოძრაობასაც, მაგრამ ჯერ ვერ ქნა. ჰქონდა ორი მცდელობა და საჯმა ზურაბ მელიქსეთიანმა წამოაყენა ფეხზე, დგომში გრძელდება დაპირისპირება. 1-0 გახლავთ ანგარიში გარდაბნელი სპორტსმენი საბა ფურცელაძის სასარგებლოდ. ჯერ მეორე წუთიც არ გასრულებულა, აი ხა დამთავრდა მეორე წუთი. ისევ ლეიბის ცენტრში არიან სპორტსმენები. ოცი წამირჩება პირველი პერიოდის დამთავრებამდე, ანგარიში კვლავაც გახლავთ 1-0 გარდაბნელი საბა ფურცელაძის სასარგებლოდ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს გახლავთ მძიმე წონის ფინალი. მეოთხე ნახევარში მეორე პერიოდში გადაიტანეს ბრძოლა, მინიმალური უპირატესობა აქვს ფურცელაძეს. დაიწყო ნახევარწუთიანი შესვენება. 1-0 პირველი პერიოდის შემდეგ საბა ფურცელაძის სასარგებლოდ ანგარიში. დასრულდა ეს ნახევარწუთიანი შესვენება და დაბრუნდა ლეიბზე. გრძელდება შეხვედრა, გრძელდება ფინალი, თუმცა საჯმა ორივე ისევ შესამშრალებლად გააბრუნა თავის კუთხეში. ახლა შემოვიდა მოკლედ ორივე და დაიწყო მეორე პერიოდი.
მოძრაობა და ტემპი ბევრი არის აქ მეორე პერიოდის დასაწყისშიც, თუმცა ესაც პირველი პერიოდი, ძირითადად უფრო ტაქტიკური ჭიდაობა. დგომში ერთმანეთს მიყრნობილები და ილედზე წასვლის ნახოთ აბა სიმსივეს თუ მიეცემა ზემოდან ჭიდაობის. კი ბატონო, ეხლა უკვე ფურცელაძე მიიჩნიეს პასიურად, გათანაბრდა ანგარიში, ოღონდ ქულის უპირატესობა ფურცელაძეს აქვს, სამაგიეროდ შანსი აქვს სიმსივეს, თუ კი ჩოგჯენიდან დაატრიალებს, რაც პირველ პერიოდში ვერ შეძლო ფურცელაძემ. მაშინ სიმსივე უკვე ქულებით დაწინაურდება. შეკრა ხელები, იწყებს, წავიდა უკვე შეტევაზე და ერთი წამოქაჩვის მცდელობა ჰქონდა, მაგრამ ვერ შეძლო და მეტის საშუალებაც აღარ მისცა მსაჯმა და ამასობაში ექიმის დახმარება სჭირდება სიმსივეს ცხვირიდან წასკდა სისხლი. ანგარიში 1-1 გახლავთ და ქულის უპირატესობა აქვს გარდაბნელ საბა ფურცელაძეს. ფურცელაძეს, რომელიც შარშანდელი ვიცე-ჩემპიონია, ოღონდ ქვედა წონაში გახდა მაშინ მედალოსანი. განახდა შეხვედრა, 2 წუთზე ცოტა ნაკლები რჩება დასრულებამდე, 1-1-ია ანგარიში და ქულის უპირატესობა საბა ფურცელაძეს მხარეს. მაგაც ფიზიკური ძალით ფიქრობენ როგორც ჩანს ერთმანეთის დაჩაგვრას, ესე აწვევიან ერთმანეთს ზონის ცენტრში, მაგრამ ამა შედეგი ჯერჯერობით არ მოხდა. ეხლა სადა სიმსივემ ხელი შეტანა ზურგზე, მაგრამ არ გამოვიდა მეორედაც აი იგივე მცდელობა. წუთი და 14-12 წამი 10 წამი. დრო გადის ამასობაში. ნებისმიერი ქულა ჭირდება, სხვანაირად ვერ გახდება ეს ჩემპიონი. შეხვედრის ასეთი მიმდინარეობა კიდე აწყობს ფურცელაძეს. უფრო მძიმეც არის ალბათ შედარებით მეტოქეზე, უფრო ასაკოვანია. სიმსივე 18 წლისა, ჯერად 17-ის იქნება. შენ იყო ის საქართველოს ჩემპიონი 17 წლამდელებში და შემდეგ სოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა. 35 წამი შეხვედრის დამთავრებამდე ანგარიში კვლავაც 1-1 და ლეიბის ცენტრში იგივე ჭიდაობა, სურათი არ იცვლება ჭიდაობისა. რაც ხელს აძლევს ფურცელაძეს. რა ვიცი ხა სიმსივე სულაც არ ვაკინებ მის შესაძლებლობებს და ნიჭს, რომელიც გააჩნია, მაგრამ აი ამ შეხვედრაში, ამ კონკრეტულ შეხვედრაში, ამ კონკრეტულ მეტოქესთან ვერ ხედავ რეზერვს, რომ რაღაცა შეცვალოს და უკვე დროც იწურება. გარდამლილი საბა ფურცელაძე გახდა საქართველოს ჩემპიონი 23 წლამდელთა შორის მძიმე წონაში, თემურ სიმსივემ კი მოიპოვა ვერცხლის მედალი. ბრინჯაოს მედალოსანი აქვს ზესტაფონელი საბა კობახიძეა.